მოკლედ თქვენთან გვაქვს ესეთი შემოთავაზება. ეხლა გვიყურებს შოტიკო ნოზაზე, იგივე თენგოი და თუ რამე კითხვას დაუსვავდით ან რაღაც ძალიან გაგვიხარდება. თენგო რა გერქვა თუ გახსოვს პასპორტში? ძალიან საინტერესოა. პასპორტში რა გერქვაო? ამას მეც მახსოვს. მე არ მახსოვს. ბაბე მართლა? შენ გახსოვს პასპორტი? კი თქვი. ტარზანი. ტარზანაი. ტარზანა. ტარზანა. გაჭკას მე ახსოვს. მე თუ შენმა დამთქვა ერთხელ. ეს ქალო. აჰა. ნახე. თენგიზ მაზიაშვილი. საიდანა ბიჭო ეს? საიდანა და იქიდანა, დებილო. აუ რა გერქვა, გიხვეწები მითხარით, ხო? ტარზანაი. ვაი, მე და განიცდის. ჩემი დათვიზა. რატია რა ეს ფეხები რა? მომიხედეთ აქ ორივემა. გაიმეორეთ მაგ პატრონ მოწყნულის სახელსა. და შენი ფეხი არ იქნება ოფისში. და არც ამ სახში გაიგე? ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე და გავიგოთ რა ინტერესებს მაყურებელს. თენგო, რითი ჯობი ხარ ბაქარს? ოპა. ახსენი ძმაო. ერთი სიტყვით ვიტყვი რა. კაცობით. კაცობით ჯობი ვარ, ჯიგარო. გადავცებთ. ხო მიყურებ ეხა კაცობით. მართლა რა, ერთ-ერთი სცენა იყო, ეგ ამბავი წყდება ზუსტად, რომ ესენი უნდა გაიყვნენ და სახელის გაყოფაზე არის საუბარი, რომ ბათე ჯენერალს ვინ წაიღებს და ძალიან რთული და მძიმე სცენა იყო რა. როგორც თენგოისთვის, ისე ჩემთვისაც და მართლა. ხო, აი რაღაცა ის განცდა, რომ ის ყველაფერი ინგრევა. რაც ერთად აშენეს რა, კუჭებიდან და ნაზუქებიდან და საწებელებიდან მოყოლებული ყველაფერი ირეცხება და აქ სხვა ახალი ამბავი უნდა დაიწყოს. და ერთ სიტყვას ვეუბნები, რომ ბონდიჩი არ ახარ შენა კაი კაცი. ოღონდ რაღაც მართლა გულწრფელად ვეუბნები რა, მეც ვეუბნები და თენგოიც ეუბნება. აი ესეთი ფრაზა იყო, რომელიც მე ძალიან მიყვარს. აი ფრაზა, მაგ ფრაზაზე ვგიჟდები. ერთი რამე მინდა გითხრა. ისმე. არ ხარ შენა კაი კაცი. და ეხლა გიდა რომ ამ კაი კაცობის სახელი იყიდო. ეთყობა ხელს გიშლი ახალი იმიჯის შექმნაში. მეცა და შენი ცოლიცა. ჩვენ ორივე უფრო კარგად ვიცით. რა იმერელი კიკინაც ხარ. კორექტულად თუ შეიძლება. ბიდი გაიქეცი. კორექტულობის გაკვეთილზე არ დაგაგვიანდეს. მე და ბუბა ბაქარი რა გავიზარდეთ ამ სერიალში ერთად. რა ვიცი, ერთად ცხოვრობდით, ერთად ჭამდით, ერთად ცვალდით. ის მართლა გაიზარდა, იმიტომ რომ პირველივე სეზონიდან იქ იყო და ძალიან პატარა იყო, 16 თუ 17 წლის. ძალიან პატარა იყო. სულ გადაავდა ხოლმე. არ გვაცდიდა ხოლმე რაღაცეებს რა, სულ რაღაცა უაზროდ იცინოდა ხოლმე და მაგ მიშლიდა ხოლმე ნერვებს რა. ერთ-ერთი სცენა იყო ნუპო ხო კარგად ვიცით? ნუპო იყო ჩვენი თანამშრომელი და კადრს მიიღვა კამერამენი, რომელიც შემდეგ გახდა ბაქარის სიძე. აი ასე და ხან კამერის უკან იდგა და ხან ბაქარის სიძე იყო ხოლმე. ნატახტარში ვიღებთ პამიდორს ვყიდულობთ რა, ეგ სცენაა და პაპასთან მივდივარ, პაპა რა ღირს ეს პამიდორი, მეუბნება 70 თეთრი, იმას 90 თუ ყიდია და მოკლედ თელი ამბავი არის და გაწევა, გამოწევა და ამ ნუპოს ვეუბნები ესეთ ფრაზას, რომ აქ 70 კაპიკი ღირს და იქა 90 კაპიკი რამე გაცემინა და რაღაცას ვაგინებ, აღარ მახსოვს, რაღაც შევაგინე და ხელს წევს ესე. და ვის აგინებ შენ? მარტო ამას იძახის. რამე ხო არ გეშლება, პაპა? რა უნდა მეშლებოდე? აუ, ამის დედა შეციმე! რა თაბრაზობ, შილო? შერაშუაში ხარ, აი ის არის, აი ის, აი 70 კაპიკი ღირის აგერა პამიდორი. 90 კაპიკი რა მიგაცემინა, ჰა? აი დაწყნარდი რა. რა დამაწყნარეს, ბიჭო, ზარალი არის ეს, კარგა მოწყნული ეს. ვის აგინებ შენ? ძალიან ბევრი დუბლი გადავიღეთ, რომ ამის სიცილის გამო. და მეც მეცინებოდა მე, რომ მე რო ვილაპარაკეთ, რატო გეცინება? გააჩერა რეჟისორმა გადაღება 20 წუთი შესვენება მოგცა, რომ იცინეთ და მე გავაგრძელოთ და რო ვეკითხები, რატო აი ხელზე რა. ნუპოს ხელზე გვეცინებოდა.
შენს მეუღლეს რო თამაშობდა იმაზეც გითხარი 1-2 სიტყვა. ბანა. როგორი ისეთი ცვლილებები ქონდა ხალხში, შემდეგ ბოლოს კალი გუნდის ფლობელი გახდა. ფიქრობ რომ მაგრამ იმისთან არაფერი წამოსდეს. ბოლოს ესეთი რაღაცები გააკეთა თამუნამ. დავეჭვდი რომ რაღაც უყვარს რა. მოვიყვანე მე ხა ეს ფული. ხო. ბოლოს სერიებში, აი ბაქართან დიალოგში გამოაჩინა ამან თავისი ხასიათი, რამდენად ერთგული არის თავისი მეუღლის მიმართ რა. დიდი უსამართლობაა მე და შენ რო ერთად არ ვართ. ჩვენ რო ერთად ყოფილიყავით, ახლა ბედნიერებიც ვიქნებოდით და მდიდრებიც. თენგო აღარ გჭირდება ჩვენ. კიდევ ერთხელ ახსენებ ამ თემას. იცოდე ყველაფერს ვეთყვი თენგოს. ისე შენ როგორც შოთიკომ რო წაიკითხე, იფიქრე რომ შეიძლება ეს ბაქართან ერთად წასულიყო? რაღაცნაირი გადაწყვეტა იყო რა, აი რომ გაგბურძღლობს ხო იცი. მაგრა გამიტყდებოდა რომ წასულიყო რა. და ბაქარისგან არ გაგიწყდა შენ რა თქმა უნდა. ბაქარამ გამოამჟღავნა უკვე თავის ხასიათი და ვიცოდით. უკვე რა გველიც იყო ესე ვთქვათ რა. რისი გამკეთებელი იყო? კი და ეხა თამუნას რო ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ ვიცი, ძალიან რთული იქნებოდა. ალბათ ძალიან დაკნინდებოდა და დავარდებოდა თენგოის ხო, მაგრამ რამდენად საინტერესო სათამაშო იქნებოდა განადგურებული თენგოი, არა? როგორც მსახიობი კი. შენ რა იცი შემდეგი სეზონი თუ იქნება მერერები მოხდება მას? იქნება? აი ეგ მინდა რომ კითხოს ზუსტად. რომ გაგრძელდეს სერიალი თუ ითამაშებ? მარა გოგო, მარა დაიწყო და დედას არ მოუწყლავ.